ასე შემდეგი სერია კეფალონია, ფისკადო, ულამაზესი კუნძული, ეს არის ადგილი, სადაც გადაღებულია ფილმი კაპიტან კორელის მანდოლინა და ფისკადოშიც არის ძალიან ბევრი კადრი, მათ შორის აი ამ პორტის კადრებიც, ეხლა მე შეიძლება ვერ აღიხსენოთ ზუსტად ყველაფერი, მაგრამ ჩარჯიბითმა ასე მითხრა, რომ აქაც არისო გადაღებული ბევრი კადრებიო. ასე რომ რა ვიცი, საინტერესო იქნება, ვეცდები რომ მოვძებნო ის ადგილები. და რამდენად შევძე ვიდეოში გაჩვენოთ, არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული ფილმი ჰოლივუდური, რომელშიც თამაშობს ნიკოლას კეიჯი და პენელოპა კრუზი, კაპიტან კორელის მანდოლინა არის გადაღებული კეფალონიაში, ფისკადოშიც არის ბევრი კადრი გადაღებული. და მოდი განახებს რაღაცებს. აი ამ გემით ჩამოვედი. და მოდი დავიწყოთ, მიყვეთ. რაღაცები ვნახოთ, საინტერესო შენობები, მეგონი და გაინტერესებთ, ძალიან ლამაზია აქაურობა. საოცრად, აქ იძლია ძალიან მაგარი გემრიელობები მიერთვათ. დრო სამწუხაროდ არ მაქვს, იმდენი რომ ყველაფერი გაჩვენოთ, მაგრამ გაჩვენებთ ძირითადს. აი ესეთი ლამაზი ქუჩებია, ლამაზი შენობები, ძალიან პატარა ქალაქია, მოკლედ. ასეთი ნავსადგური აქვს. პატარა ქუჩა, პატარა ის არის რა, ესე ვთქვათ, ქალაქი შეიძლება ეწოდოს, ძალიან ჩვეულებრივად ლამაზი შენობები, ლამაზი აივნებით, გასაოცარია ესეთი ვიწრო ქუჩებით, ესეთი ვიწრო კიბეებით. არ ვიცი, აქ ნამდვილად ღირს მეგობრებო ჩამოსვლა, მე გირჩევთ რომ ვინახულოთ, აუცილებლად ძალიან ლამაზი კუნძულია. ულამაზესი, აქ შეგიძლიათ სუვენირები იყიდოთ. ბევრი სიარული არ მოგიწევთ რა. შეგიძლიათ ათვალიეროთ მოკლე მანძილზე. აქ ულამაზესი ბუნება, მაღალმთიანი კუნძულია სხვათა შორის და ბევრს მრავალფეროვან რაღაცას გადააწყდებით აქ. ასე რომ შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ აქაურობას. აი ეს პატარა შენობები. ხალხი ბევრია, ძალიან ბევრია, ძალიან უამრავი ხალხია, იმიტომ რომ ინტერესია აშკარად არის ამ პატარა ქალაქს ფისკადო, სადაც როგორც გითხარით, გადაღებულია კაპიტან კორელის მანდოლინას ბევრი კადრი. ძირითადად კეფალონიაშია გადაღებული. სამწუხაროდ დრო არ მაქვს ბევრი, 1 საათით ვარ ჩამოსული კუნძულზე და არ არის იმის დრო, რომ მაგალითად იმ პლაჟზე მივიდეთ, სადაც ძალიან ცნობილი სცენები გადაიღეს, კაფეთქებები. აი, სულ კაფეები, ბარები. ეხლა უნდა გავუძრე, ჩქარება ძალიან თორე. თუ არ გავედი აქ, თუ არ ვინაგლე, არ რთულია. აი ესე. აქ სუვენირები, აქ პატარა ქუჩები. აქ ჩემ ბაია ზინავს, ეს ჩემ ბაია. აი ბაია. დედი ხანი მეჭირა დამღალა. მოდი ვნახოთ აი ეს პატარა ქუჩაც, ნახეთ. საოცრება. აი ღირს ამ ადგილის ნახვა და ლევკადაში რო ჩახვალთ, არის ძალიან კარგი ტური ნიდრისტარს და იმას ამოყვებით დაახლოებით 2 საათში იქნებით ამ არაჩვეულებრივ კუნძულზე. სადაც ავი მოიხიბლებით, როგორც ეს უამრავი ადამიანები, რომლებიც აი აქ განა. იქამდე კი სანამ რაღაცა მსხალი სტუდიო გამოიწერე და მე შენთვის უფრო ჯადოსნურ რაღაცებს გადავიღებ. აქ შეგიძლია იბანაო. აი, ესეთი ადგილია. აი, ბანაობენ ბაიები. ახტება ტურისტებო. ბლოგერი. აი, იგზის, რა ვიცი, ცოტა ხანი. მე უნდა დავბრუნდე, თორე გამლახავენ.
მელოდება. მოკლედ, აი ესეთ ძველი შენობებია. სხვადასხვა ვიკითხე ხა ChatGPT-თან და ChatGPT-თან მითხარო, კიო, არისო გადაღებული ფისკადოშიცო, კადრებიო, ან თუ დეტალურად გინდაო გეტყვიო და მოწერილი აქვს და თუ ნახეთ რამე კაია. ანუ ეგ პორტთან ხდებოდა რაღაცებ გადაღებები. აი ტურისტებო. ესეთი ლამაზი ქუჩებია, მოკლედ. აი ესე. ავექვი გაწყები. ღირს აქ ჩამოსნა მოკლედ. ერთი დღით, რამდენიმე დღით. აი სვენებ, აი ჩამოჯდები გემრიელად. შეგიძლია ხედებით დატყვი. აქედანაც პატარა საყვარელი ქალაქია. რა ვიცი, რამდენად შეიძლება ქალაქი დაუძახოთ. სოფელიც ალბათ. ეგ უკვე ისეთი დასახლებებია უკვე მაღალმთიანი. აქეთ პატარა ქალაქიც და მეტი აღარაფერი არ ხდება იქით. დანარჩენი მერე უკვე სახლები იქით და ბუნება. აქეთ იახტები, მდიდარი მამიკოს შვილები. აი ასე. სხვა ფანტასტიკური გვაქვს. სიმშვიდე სიწნარე, თუ გინდა, უნდა ჩამოხვიდე აქ, თუ გინდა დუგუ და ქაოსი, უნდა წახვიდე მიკონოსზე და იგუგუნო. იქ ასეთ მრავალფეროვნებას ვერ გადააწყდები ბუნება, სხვა ძირითადად თეთრი შენობები. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, სხალი სტუდიო შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ არა ჩემი სათხოვარი იქნება, რომ თუ არ დაგეზარებათ გამოიწერეთ და იქნება როგორმე ავიდეთ. ძალიან ცოტა 1000 გამოწერსაც არ ვართ, ახალი დაწყებული გვაქვს ეს ყველაფერი და მალე ბევრი ვიქნებით და უფრო მაგარ რაღაცებს გადავიღებთ. ახლა კი რა ვიცი, დაგემშვიდობებით და იმედია შევძელით თქვენთვის რაღაცა ისეთი ღირებული ინფორმაციის მოწოდება, შეიძლება მომავალში გამოგადგეთ ძალიან ჩვეულებრივად.